ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლა, კონკრეტული მითითებები, ხანძრის ინსცენირება და მოსწავლეების ევაკუაცია. რაჭაში ბუნებრივი კატასტროფა ხშირად ხდება, თუმცა ამჯერად ეს ყველაფერი სიმულაციის ნაწილია, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელა. სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო. მოგეხსენებათ ჩვენი მუნიციპალიტეტი და ზოგადად რაჭა სეისმოაქტიური კუთხეა და ძალიან დიდია რისკები სხვადასხვა სტიქიური მოვლენების ძირითადად ეს ეხება მიწისძვრას, მეწყრულ პროცესებს და ასე შემდგომ და ესეთი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურია ჩვენი მოსახლეობისათვის, რომ რაც შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები, რაც შეიძლება ესეთ სტიქიურ უბედურებებს თან ახლდეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გასულ წლებშიც აქტიურად თანამშრომლობდა წითელ ჯვართან და შესაბამისად ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ხელშეწყობა ჩვენგან არ მოაკლდება ასეთ ღონისძიებებს. პირადად მე ჩართული ვიყავი ამ მოხალისეთა ჯგუფებში და რაღაც პერიოდის უკან ვიღებდი ამ ტრენინგებში და ამ სწავლებებში მონაწილეობას. თითქმის ყველა ბავშვმა და პედაგოგმა იცის სტიქიისა და კატასტროფების დროს როგორ მოიქცნენ, რა უპირატესობა ვის აქვს და ვის შეუძლია დაეხმაროს, ვის მიმართონ დახმარების შემთხვევაში და რა რესურსები გამოიყენონ. მონაწილეობას ღებულობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წითელ ჯვართან ერთად, სახანძრო სამაშველო რაზმთან ერთად, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს ზღაპრობას კრიტიკულ მომენტში მოქმედების თაობაზე. მთლიანად ჩვენი რაზმი არის მზად, რომ კრიტიკულ მომენტში ნაკლები დანაკარგით მოხდეს ლიკვიდაცია ხანძრისაც. სახანძრო სამსახური ყოველთვის მზად იყო და არის და იქნება ყოველივე მოვლენების აღსაკვეთად. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის მეორე ფაზას ახორციელებს. იგი ევროკომისიის, დანიის, ისლანდიისა და ავსტრიის წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროგრამაა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან კონსორციუმში. პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად სხვადასხვა საქმიანობები ხორციელდება. ჩვენი სტუმრობა წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად რაჭაში სწორედ ამ საქმიანობის ნაწილს მიეძღვნა. სიმულაციური ვარჯიშის დროს ადგილობრივი სამსახურებისა და წითელი ჯვრის მოხალისეების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად შედეგი ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა ეს გვაძლევს იმის ესე ვთქვათ შესაძლებლობას, რომ დავინახოთ მინუსები, რაც შეიძლება რომ გამოვასწოროთ, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს სამომავლოდ უკეთესად უფრო. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონულ პროგრამაში მონაწილეობა, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წესის საჯარო სკოლამაც მიიღო. პროგრამის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმა შემუშავდა, რომლის მიზანი საოჯახო გეგმაზე მუშაობა და ის აუცილებელი პირობებია, რომელიც იქაურ მოსახლეობას კატასტროფისგან თავდაცვაში დაეხმარება. ჩვენ ცხოვრობთ სეისმურ სარტყელში და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან ხშირად არის მიწისძვრები, გარკვეული უნარჩვევები, ფლობა აუცილებელია, როგორ ვიქცევით მიწისძვრის დროს. ამის შესახებ ჩვენ სხვა გაკვეთილებზეც გვისაუბრია, მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ გავაკეთოთ საოჯახო გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ კატასტროფამდე. შემდეგ იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სადაც ხელმძღვანელობამ წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს ტექნიკა დაათვალიერებინა, ასევე შეფასდა მათი საქმიანობაც. ამის შემდეგ ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ოფიცერმა თამარ კამკამიძემ პროგრამის ფარგლებში თემის კატასტროფების მზადყოფნისა და რეაგირების განახლება შემუშავების გეგმა წარადგინა. გეგმა ონში არსებულ მთავარ რისკებს, შესაძლებლობებს, რესურსებს, დაუცველ ჯგუფებსა და საოჯახო გეგმას მოიცავდა. ვიცით, რომ ონი, სადაც რაჭა ლეჩხუმის რეგიონი კატასტროფებისადმი არის მიდრეკილი და მიწისძვრები, წყალდიდობა, მეწყერი ძალიან ღვარცობი ძალიან ხშირია, ჩვენ აქ დიდხანს მუშაობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და არ არსებობს ეს მოსახლეობის რეაგირების და მზადყოფნის, კატასტროფების მზადყოფნის გეგმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გეგმის შემუშავება. ამის
ამისათვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარება გვესაჭიროება ძალიან ადგილობრივი მოსახლეობის მეხანძეები, გამგეობის საკრებულოს, სამაშველოს წარმომადგენლების რაჭაში განხორციელებული არაერთი პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება და ამის მომსწრედ ჩვენი გადამღები ჯგუფიც არაერთხელ ყოფილა.